დილა მშვიდობისა, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, My Video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით. დილა მშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე კვირა, ყველას მინდა გისურვოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს კვირა, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან უკვე დაეწყება ცოდა სხვა სიტუაციები, ენერგიები მოდის დედამიწიდან უფრო ასე ვთქვათ, ღრუბლიანი თუ შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ 4-დან 22 რიცხვი, ეს დეკემბერი იქნება საკმაოდ რთული. დედამიწა ორობთან რგოველშია და ძალიან ბევრ შეაჯანჯგარებს ამ საახალწლო პერიოდის წინ. მაგრამ იქამდე ჯერ ეს კვირა კიდევ გვაძლევს. თვართალია მცირეოდენ რაღაც ნეგატიურ ტენდენციებს უკვე ზოგიერთი იგზნობს და რასთან იქნება ეს დაკავშირებული ამას ვიტყვით, მაგრამ ფლიანობაში მაინც კვირა ჯერ კიდევ შესაძლებლობას გვაძლევს, პოზიტიურია და ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა, ვისაც გაქვთ რაღაცა დაუშვა დაგეგმილი, შეიძლება ხაშიკურებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, მგზავრობა, მოგზაურობა, ჯერ კიდევ ეს კვირა ამ კუთხით გამოვიყენოთ. ეხლა ჩვენ გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. ერთი არის დღეს ორშაბათს, შემდეგ მოდის ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი ზედიზედ. აი ზედიზედ როცა 3 დღეა, აქ უცოტა ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით თუ ყავთ სახლში მოხუცები, ან დაუშვათ გულსიძარღვანი სისტემის პრობლემები აქ ადამიანს, ან დაუშვათ მეტეო დამოკიდებული ადამიანები, აი ისინი განსაკუთრებით რეაგირებენ, როცა 3 დღე ზედიზედ არის. აი მათ ძალიან უჭირთ ხოლმე ამ დროს. ეხლა გაჭირება რას ნიშნავს? გაჭირება ნიშნავს, რომ ასე დღეებში ადამიანებს ყოველთვის აქვთ აი პრობლემა წნევასთან დაკავშირებული. უცებ შეიძლება შეიცვალოს წნევა, ან ზევით, ან დაავალ ჩამოვიდეს, ხო? ნუ ყველა შემთხვევაში ეს უკვე დისკომფორტს იწვევს. ზოგიერთს თავბრუსხვევები ეწყება, ზოგიერთი უგუნებოდ ხდება, ზოგიერთს თავის ტკივა და ვერ ხვდება რა შეა საქმე. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, რომ აქ აუცილებლად რა დისკომფორტი გაქვთ ამ დღეებში მით უმეტეს აუცილებლად წნევას მეაქცეთ ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა იმისთვის, რომ მოიყვანოთ იგი წესრიგში და უფრო სტაბილურად და კარგად იგრძნოთ საკუთარი თავი. ეხლა რაც შეეხება კიდევ სამნიშნავ მოვლენას, რომელიც ამ კვირაში გვაქვს, ესე იგი პარასკევიდან დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს საქმე უკვე დიდ კოსმიურ მასშტაბებთან, პლანეტა სატურნი, ესე ვწოდებთ ჩვენ მას. სატურნი აქამდე იყო უკუმავალი, ხელს უშლიდა ძალიან ახალი კანონების, ახალი კანონმდებლობის მიღებას და ეხლა ხდება უკვე დირექტული, ანუ სწორად მავალი პარასკევიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ახალი კანონების მიღება იქნება შესაძლებელი. აქ შეიძლება სხვა ზოგიერთი ადმინისტრაციული პრინციპი მუშაობისა შეიცვალოს. შეიძლება მაგალითად მავნეჩვეებისგან განთავისუფლება ადამიანს გაუადვილდეს. ეს არის პერიოდი, როდესაც მაგალითად ხელმძღვანელობა, ორგანიზატორული მონაცემები, ორგანიზაციული საქმეები უფრო წინ წაიწევს და ადვილად გადაწყდება და აქამდე ცოტა ხელისშემშელი ფაქტორები იყო ამასთან დაკავშირებით. შაბათს რაც ხდება, შაბათს ძალიან მშვენი მოვლენა, იმიტომ თქვენ იცით აქამდე უკვე 9 რიცხვიდან, აი სწორედ 29 რიცხვამდე მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა და კომუნიკაციის იყო უკუმავალი, რეტროგრადული, რის გამოც ჩვენ ხედავდით, რომ დაუშვათ იგივე ტექნიკური პრობლემებიც მეტი იყო, საჭირო ინფორმაციის მოძიებაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ურთიერთგაგება ცოტა მცირდებოდა, ასევე კომუნიკაციის კუთხით, მაგალითად მგზავრობა, მოგზაურობის დროს სირთულეების ტენდენციები იყო უფრო მეტი და საცობებსაც ვხედავდით კარგად, ხო? აი ეს ყველაფერი თანდათან, ასე ვთქვათ, გაქარწყდება, იმიტომ რომ უკვე შაბათიდან ხდება სწორად მავალი, დირექტული, პლანეტა მერკური, შედეგად ურთიერთგაგებაც მოიმატებს ადამიანებს შორის, მგზავრობა, მოგზაურობა უფრო ხალისიანი და ნაკლებ პრობლემური გახდება, საჭირო ინფორმაციასაც ადვილად მოიზიდავ, ტექნიკა უკეთესად იმუშავებს და ნელ-ნელა ეს საცობებიც უკვე ამდენად აღარ შეგვაწუხებს თავისთავად. ამიტომ ეს მოვლენა უდაოდ ძალიან კარგია, შეიძლება გონებაც კარგად იმუშავებს, მინდა ითქვათ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავდი მე, მით უმეტეს ტრანსპორტის გადაადგილების დროს, რაც უდად მუშაობს ზოგიერთი ადამიანის ტვინი. ეხლა ეს სხვა დროსაც ხდება, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეხლა ესე მითებს, რომ მარჯვნივ მიდის და მიდის მარცხნივ წინ მანქანა. აი ესეთ რაღაცები რეტროგრადული მერკურის დროს განსაკუთრებით აორმაგდება, მოდი ეს თქვა, ხო, ესეც ნელ-ნელა დაიკლებს. თქვენ გინდათ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რეტროგრადულ მერკურს მიაწეროთ? არა, რასაკვირველია, ბევრი ფაქტორია შეიძლება ადამიანის, ნუ ისედაც ტვინნაკლული იყოს, არიან ესეთები, შეიძლება ცუდად ეძინა და ტვინი ცუდად მუშაობს, ან პახმელიაზე ბოძი, ესე თქვა და ესეც იყოს და ბიზნესები 1000-ნაირია, ხო, მაგრამ კიდევ როცა ამას ემატება რეტროგრადულობა, ეს კიდევ უკვე ორმაგად განსაკუთრებით თვალსაცემი ხდება.
და რა შეეხება ახლა უკვე კვირა დღეს ვენერასთან გვაქვს საქმე სიყვარულის ხელოვნების და ნაწილობრივ ფულის მმართველი პლანეტა ვენერა ტოვებს მორიელი ზოდიაქოს ნიშანს მას არ უყვარს ყოფნა პირდაპირ თქვათ და გადაინაცვლებს უფრო მისთვის მისაღებ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში 24 დეკემბრამდე. ეხლა რა ხდება ეს მშვილდოსან ეს ოპტიმიზმი, ეს ენთუზიაზმი, ეს სიმხიარული, ანუ ეს ყველაფერი შემოამეტად პარტნიორ ურთიერთობებში კომუნიკაცია გაიზრდება, კეთილშობილება მოიმატებს. აქ მაღალი გვაქვს ჩვენ ალბათობა იმისა, რომ შეიძლება სასიყვარულო პარტნიორი იპოვოთ უცხოეთში. ან იყოს უცხო ტომის წარმომადგენელი საქართველოშიც კი არ არის პრობლემა. ან იყოს ქართველი, რომელიც იქ სწავლობს, ან მუშაობს, ანუ სასიყვარულო ურთიერთობა უცხოეთთან კავშირში აქვს. შეიძლება მოგზაურობის დროს მოხდეს ეს ამბავი, ხო, უცაბედი გაცნობა, მერე რაღაცა რომანტიკული ვახშამი და ასე შემდგომ. აი ეს ტენდენციები აქ მატლობს. საკ კიდე ერთი იქნება ესეთ გაბწყინება ტურიზმისა, მინდა გითხრათ, ფინანსური კუთხით ასე ტურისტული ორგანიზაციები გაძლიერდებიან. სპორტისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი, თუმცა ფინანსური კუთხითაც სპორტსმენებიც უფრო მეტად გაილაღებენ. შესაძლებლობები ერთ სიტყვით იმისა, რომ პირადი ურთიერთობა იყოს მეტად უფრო ლაღი და მხიარული, უდავთ ერთიორად მოიმატებს, მაგრამ მოიმატებს პირად ურთიერთობებში სულ სწრაფობაც. უყარათო ხარჯვისა და მიდრეკილება სარკასტული გესლიანი გამოთქმები კვლავ ძალაში იქნება. აი ამ ტენდენციებს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ და რასაკვირველია ჩვენ ახლა გვყავს აქ სტუდიაშიც კი ამ ნიშნის წარმომადგენლები და უსურვოთ მათ ასე ვთქვათ კარგი ბედნიერი 24 დეკემბრამდე სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობების ასე ვთქვათ გაუვება და განვითარება. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ეხლა ჩვენ აღვნიშნავთ იგი რაც წყალქვეშა დინებებია, მაგრამ ჩვენობაში პერიოდი კარგია უდავოდ ყველასთვის. ვერძე ბო, ეხლა თქვენი დროა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ფავორიტი ხართ ამ პერიოდისა. მზე ეხლა უკვე გადასულია ცეცხლის სტიქიაში, ანუ მშვილდოსნის ზოდიაქოში, აგერ კიდევ პლანეტა ვენერა შემოგიერთდება თქვენ ამ კვირის ბოლოს და რასაკვირველია პერიოდი ვერძისთვის კარგი, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია, ყოველ დღე ახლა ესე არ არის, რახან ახალი შესულია მაინც მზე, ხა ყველა ელოდება რომ უცებ აი დღეიდან გახდება ზე აქტიური ვერძე არა. ყოველ დღე ნელ-ნელა გემოტება ჯანი, ენერგია, უმჯობესდება იმუნიტეტი, უმჯობესდება განწყობა, უმჯობესდება ფსიქოემოციური მდგომარეობა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, პარტნიორული თანამშრომლობა, გასავლით პროსასკეთოები შეიძლება ამ პერიოდში და ასევე აღნიშნოთ, რომ ეს ის დროა, როდესაც ძალიან კარგია თქვენთვის მოგზაურობა. აი უცხოელებთან კონტაქტების დრო. თქვენ აქ შეგიძლიათ საინტერესო ისეთი ადამიანები გაიცნოთ უცხოეთში, რომელთაც მერე ჩამოყალიბდება პარტნიორული თანამშრომლობა, მატერიალური დივიდენდებსაც მოიზიდავთ იქედან სწავლა უცხოეთში, მივლენება იქნება ძალიან ეფექტური. ამიტომ რაც შეიძლება მეტად აქტიურად, იმიტომ რომ აგაქვს შანსი რეპუტაცია გაუმჯობესოთ, ავტორიტეტი აიმაღლოთ, ფინანსურად გაუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, თუმცა სად გაქვს ძაღლის თავი, სად არის ჩამარხული, იმიტომ რომ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გარკვეული ნეგატიური ტენდენციები მცირეოდენი დოზით მაინც იმოქმედებენ. აი რა არის აქ მთავარი პრობლემა, პირადი ურთიერთობა. აქ იყავით უფრო დელიკატური და უფრო დიპლომატიური, არავითარი სიხისტე, სიჯუტე და კამათისად მიდრეკილება. თორე აი აქ პირად ურთიერთობებში დაძაბულობამ შეიძლება სერიოზულად გააფუჭოს მთლიანობაში საკმაოდ კარგი კვირა. კუროს რაც შეეხება ჯერ ჯანს არ უჩივის, შემდეგ კვირიდან დაეწყება ჩავარდნა. ამ ნიშანს, ამიტომ ამ კვირაში აქტიუროს ენერგია ჯერ აქვს საკმარისი შრომის უნარიანობა იმისთვის, რომ გარკვეულ ფინანსურ პროექტებში ჩაერთოს, არაერთი იდეა განახორციელოს, კომუნიკაცია აწარმოოს, მაგრამ აუცილებელი პირობაა ენაზე გბელის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა, ზედმეტი აქ არ უნდა ელაპარაკოთ. რას აპირებთ და რა გეგმები გვაქვს, მაშინ უფრო წარმატებულები იქნებით. რაც მეტად დაეყრდნობთ ინტუიციას, ესეც თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სხვათა პარტნიორული თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ასევე დამატებითი მატერიალური დივიდენდების მოზიდვას თქვენ დამის. სად არის ზაღლის თავი ჩამარხული აქ პრობლემისა? ფინანსები. აი ეს არის მთავარი. არავითარი ზედმეტი ფინანსური ხარჯი, ეს უფრო დაგროვების პერიოდია მეორე ვიდრე ხარჯის. ეხლა აი ახალი წელი მოდის და მე გექნებათ ეს ახარჯავი მომენტი, მაგრამ ეხლა არა, ეხლა ჯერ დაგროვება და თან ისეთი პარტნიორები შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც ესწრებიან თქვენი ფინანსების სწორედ უაზრო ხარჯვისადმი მიდრეკილებას და თან შეიძლება ისეთ ინვესტიციები გაკეთებინონ, რომ მე მიხვდებით, რომ დანაკარგია ეს მეტი არაფერი. ხო, ამიტომ ეხლა ფინანსებს გავფრთხილდეთ, ეს არის მთავარი თქვენი პრობლემა ამ შემთხვევაში და სხვა მხრივ კვირა უდავოდ საკმაოდ კარგი და სტაბილურია. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებო, შემოკარგებო, ეხა ენერგოტონუსი თქვენი მატულო. ჯანი, ენერგია, განწყობა, უმჯობესდება, ოპტიმიზმიც მატულობს, შესაძლებლობები გექნება ძალიან კარგი, იმისა რომ იყოთ მეტად
წარმატებულები და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით. და არ მარტო თანამშრომლობის, ხოჭის ქორწინებისთვისაც კარგი დროა. და გინდათ პირადი, გინდათ საქმიანი ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობა რატოა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამაზეა ბევრად დამოკიდებული თქვენი წარმატება ამ კვირაში. ეს ურთიერთობა თუ გაქვთ მყარი, სტაბილური, ჰარმონიული ურთიერთგაგება მაღალია, შვენიერია. თქვენ წახვალ წინ საინტერესო ბიზნეს პროექტებში ჩაერთვებით, ფინანსურადად გაზრდებით, პირადი ურთიერთობა ამაღლდება, რომანტიკულ შეიძლება ურთიერთობებშიც აღმოჩნდეთ და პარტნიორთან თანადგომა იქნება დროული და სასიკეთო. მაგრამ აქ არის ზუსტად ძაღლის თავის ჩამარხული რატო? ხდებით ზედმეტად ცოტა ემოციური და მგზნობიარე. ამიტომ პარტნიორის სიტყვა, რომელსაც მაგალითად წინა 2 კვირის წინ სულაც არ აქცევდით ესე დიდ ყურადღებას, ეხლა გტყენთ გულს. ძალიან ემოციური ხართ აი მათი სიტყვების მოქმედების მიმართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს საბასკო რეაქცია, რაც იქნება აი კონფლიქტის საბაბი და მთლიანობაში ამ კარგ პერიოდს ამით გაიფუჭებთ. ამიტომ ამ ტენდენციას მეაქციეთ ყურადღება. რომ ზედმეტი თქვენ ემოციური გზნობიარე ხასიათის გამო პატარა სიტყვაზე რაღაც არ მოხდეს მერე კონფლიქტი და უსიამოვნება. რაც შეეხება ახლა კერჩხიბებს არ კიდევ კარგი პერიოდი გაქვთ მართალია ერგოტონუსი ნელ-ნელა კლებულობს და ამას უკვე აი დაღლილობით ცოტა მეტად იგრძნობთ უდავოდ მაგრამ ჯერ არა იმდენად რომ თქვენ ახლა აქტიურად ვერ იმუშაოთ და შრომის უნარიანობა ვერ გამოავლინოთ არა ეს ყველაფერი ჯერ სათანადო დონეზე ამიტომ აქტიურად იმოძრავეთ კონტაქტები შეხვედრები მოლაპარაკებები ინტუიცია ჯერ კიდევ მზარდი აი შემდეგ კვირიდან დაგეწყება ცერტულები ამიტომ ახლა ჯერ კიდევ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ ძალიან კარგია ეს პერიოდი დალაგებისათვის. რისი დალაგება? გონებაში აზრები. ქაოსური თუ იყო ყველაფერი დალაგდება. ურთიერთობა იყო ცოტა არეული დალაგებთ. საქმეები გქონდათ, აი ეს დალაგდება. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ აქ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, მით მეტად კარიერულადაც წახვალწინ და მათ თანადგომას მიიღებთ. რაც ფინანსურადაც გაუმჯობესებს თქვენ მდგომარეობა და საინტერესო ახალ პერსპექტიულ იდეებში და პროექტებში ჩაგდავთ. რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი საძინდარი იქნება. თავარი არის რა, რომ ამ პერიოდში აქაც თქვენში მატლობს ცოტა ემოციურობა. და აი ამ ემოციურობა არ გადავიდეს ეს ემოცია ზედმეტ ეჭვიანობაში და ზოგჯერ სარკასტულ გამოთქმებში, რათა ეს არ გახდეს ასევე დაძაბულობის მიზეზი. რაც შეეხება ლომებს, ლომები აშკარად უკეთესად იგრძნობენ თავს, იმიტომ რომ ენერგია ყოველ დღე ემატებათ, რაც დრო გავა ჯანზე მოდიან, განწყობა უმჯობესდება, ლიდერული ორგანიზაციების წარმოჩენა შეუძლიათ. აი ეს ის პერიოდია, რომელიც ლომისთვის არის ძალიან კარგი. რატო? იმიტომ რომ სიყვარულის დრო აქვს. ლომებო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის. საუკეთესო პერიოდია პარტნიორული სასიყვარულო კონტაქტებისთვის. შვილებთან ურთიერთგაგება მატულობს. და აქ ეს ურთიერთგაგებაც დიდ სიამოვნებას მოგვრით. ამასთან ერთად ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამის გარდა როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი ერთიორად აიმაღლებთ თქვენს ასე ვთქვათ რეიტინგს, იმიტომ რომ სიამოვნებით იღებთ საკუთარ თავზე პასუხისგებლობას. ეს ხელს შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს თქვენი ასე ვთქვათ ავტორიტეტის ზრდას, ახალ საინტერესო ურთიერთობებში, პარტნიორულ თანამშრომლობაში ჩართვას, ეს ყველაფერი კარგია, უფრო მეტიც კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ, რაც იქნება ძალიან წარმატების მომტანი თქვენთვის, მაგრამ მთავარი ახლა აქ რა არის, ზუსტად შვილებთან და პარტნიორებთან სტაბილიზაცია ურთიერთობების. რა არანაირმა კონფლიქტმა არ ჩინოს თავი, თორე ეს ძალიან გაგიფუჭებთ საქმეს. და კიდევ რა შეიძლება იყოს წყალქვეშა დინება, აი რაღაცა ძველი შეცდომა. ძველი შეუსრულებელი დაპირება, ან არასწორი მოქმედება ვიღაცამ თქვენმა მოშურნემ შეიძლება ეს ახლა გამოკეკოს. და ამას შეიძლება მეცეს ცოტა სკანდალური ელფერი. რა თქვა რომ ხა ძალიან იმოქმედებს ეს თქვენზე არა, მაგრამ გარკვეულ ფსიქოემოციურ გაღიზიანებას გამოიწვევს. აი ეს არის მთავარი ეს ვთქვათ ხელისშემშელი ფაქტორი. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწული აქტიურია, ჯერ კიდევ ენერგიული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ძალიან მომთმენია და თან ამასთან ერთად შრომისუნარიანი სწორედ ეძლევა საშუალება პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა, ბიზნეს პროექტებში მონაწილეობის მიღებისა, გარკვეულწილად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ეს შანსები აქ უდაოდ არის და მათ შორის არაერთი საყოფაცხოვრებო საკითხი შეიძლება მოაწესრიგოს მან. ეხლა თავარი არის თქვენთვის რა ურთიერთობა ახლობლებთან, ნაცნობებთან, ოჯახის წევრებთან. აი ეს არის უმთავრესი. თუ აქ სიტუაცია აირია და ეხლა რამ შეიძლება არიოს? იმა რომ თქვენში მატულობს სიხისტე, პირდაპირობა, თრომანებზე ისევ ჩაძიების უნარი, არავის არაფერს არ უთმობთ და ზედმეტად ჯიუტიხდებით. აი ეს შეიძლება გახდეს საკონფლიქტის საბაბი და ხელისშემშელი ფაქტორი და თუ ეს ურთიერთობა ჰარმონიულია, პერეკეთ წარმატება თქვენს მხარეს იქნება. და მთავარი ახლა ცოტა ყურადღებით თხილად ქალებთან. ზოგიერთი ქალი თქვენს ირგვლივ შეიძლება გახდეს სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორი თქვენთვის და ხელისშემშელი თქვენი წინსვლისა. აი ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღებით.
რაც შეეხება სასტორებს ან წარმატებული პერიოდია თქვენთვის ენერგია გემატებათ ყოველ დღე, განწყობაც უმჯობესდება, ეს არის პერიოდი მრავალფეროვანი შეხვედრებისა. შემოგარგებო, ეხლა გაჩერების სიზარმაცის უფლება არ გაქვთ. მეტი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობის დროა, პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. გნებავთ გზავრობა, მოგზაურობა ძალიან ეფექტური იქნება და შთამბეჭდავი. აქ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მოძრავ მდგომარეობაში იყოთ, რატო? იმიტომ რომ აქ ყველა გეხმარებათ. რასთავარი აი მეგზობლებისდანაც კი, მეგობრებიდან შეიძლება საოცარი ძალის გმევა წამოვიდეს დებთან, ძმებთან, ურთიერთობაც უმჯობესდება, ესეც თქვენი სტიმულატორია წინსვლისა, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ეცადეთ მეტად აქტიურად გამლოთ, რომელიც კიდევ წინ გაქვთ და მაგრამ ეს კვირა განსაკუთრებით გამოიყენეთ. მორიალს რაც შეეხება მთავარი მისი პრობლემა წყალქვეშა დინება ამ პერიოდში არის ისო ფინანსები, ფული. ანუ ფულის უყარეთო ხარჯვა, არასწორი ინვესტიცია, კაპიტალდაბანდება. ისეთ პარტნიორთა გამოჩენა, რომელიც ესწრებიან თქვენი ფულის არასწორად დაბანდებას, რაც მერე ექნება ფინანსური დანაკარგების წინაპირობა. ამიტომ თუ ამას გვერდსაულით, სხვა მხრივ პერიოდი კარგია, ინტუიცია მზარდია, ეს პერიოდი ხელს უწყობს ორგანიზებულობის, დისციპლინის, შოუპოვრობის გამოვლენას, კარგი ლიდერული ორგანიზებული თვისებების წარმოჩენას, საინტერესო პროექტებში ჩაერთვებით, პარტნიორული თანამშრომლობაც მაღალია ჯერ კიდევ თქვენი მიზიდულობა, შარმი, სათავადო სიმაღლეზე, რაც გავსლებთ წარმატების საკმაოდ კარგ შანსებს. თავარი ფავორიტი რასაკვირველია არის მშვილდოსანი. ეხლა თქვენი დრო ამ მშვილდოსნებო და ამიტომ რაც შეიძლება მეტად უკვე უნდა გააქტიურდეთ. მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, გაქვთ საინტერესო იდეები, პროექტები, წარმოაჩინეთ, ბატონო, არის პერიოდი, როცა გეუბნებით, რომ ენას ყველი დააჭიეთ, ხმა არ ამოიღოთ. ეხლა პირიქით გეუბნებით. გაიხსენით, რაც შეიძლება მეტად წარმოადგინეთ, რეკლამაც გააკეთეთ თქვენი იდეებისა, პროექტებისა, მნიშვნელოვანი საკითხებისა, ანუ თქვენი ენერგია მატულობს ყოველ დღე. მიზიდულობა და შარმი, კრეატიულობა მატულობს ყოველ დღე. ამიტომ ამ გადასარევ პერიოდს ყველაზე კარგს ალბათ წლის განმავლობაში თითქმის 25 დეკემბრამდე გაგიგრძელდებათ. მაქსიმალური გამოყენება უნდა. ამიტომ აქ შეიძლება ფინანსურადაც გამოუჯობესოთ, იგრძნოთ დახმარება ხელმძღვანელთა მხრიდან, პარტნიორთა მხრიდან, კოლეგების მხრიდან. ეს თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პარტნიორული თანამშრომლობა ფინანსებსაც მოგიტანთ, ავტორიტეტსაც გაზრდის და თქვენს ამბიციებსაც დააკმაყოფილებს. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო თქვენთვის წლის განმავლობაში პერიოდი, რაც შეიძლება აქტიურად უნდა გაიაროთ. რაც შეეხება თხისკას, პრინციპში ცუდი პერიოდი არ აქვს. აქ არის უბრალოდ რა პრობლემა? ცოტა აქტიურდებიან მოშორნეები და ფარული მტრები ზურგს უკან. ამიტომ მათ არ უხარია თქვენი წარმატება და არადა წარმატების შანსი უდაოდ გაქვთ. თუ რა გეხმარებიან კოლეგებიც, ხელმძღვანელები, იმიტომ რომ ხედავენ, რომ თქვენ ძალიან საინტერესოდ მოქმედებთ, არასტანდარტულ გაწყვეტილებებსაც იღებთ, მომგებიანია თქვენი მოქმედება, ფინანსური კუთხით წარმატების შანსი გაქვთ მაღალი, პროფესიონალურად მეტი ხართ წინ, კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალ დონეზე გაქვთ, პროფესიონალის კარგად ავლენთ, პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად მიმზიდველი, ანუ შანსები როგორც ფინანსური კუთხით, კარიერული კუთხით საკმაოდ კარგი გაქვთ და ამას ყველა ხედავს, ამიტომ მოიღებთ თქვენ სათანადო დივიდენდებს, როგორც კოლეგების მხრიდან, ასევე ხელმძღვანელების მხრიდან დახმარებას და აი ზოგიერთს ეს არ მოწონს. და თქვენ ზურგს უკან იწყებს თქვენ საწინააღმდეგო ინტრიგებს, ჭორებს. აი ამას მეკცეთ ყურადღებას, ესე კონტროლი არ დაკარგოთ იმაზე, რა ხდება ზურგს უკან და ვინ გითხრით ასე ვთქვათ აქ ორმოს. აი ამ ხრივ ვიყავთ ყურადღებით, მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო წარმატებული და თქვენი მოქმედება იქნება უფრო სწორი და წინდახედული. რაც შეეხება მერწყულებს, კარგი დრო გაქვთ, შემოკარგება. აი ზუსტად ის დრო მოვიდა, რომელზეც თქვენ ოცნებობთ მთელი წელიწადი. ანუ რა, მარწუხები, რომელს თქვენ არ გიყვართ და აი ეს მარწუხებში მუშაობა, აი ეს გეხსნებათ ახლა. ხართ უფრო თავისუფალი, გზნობთ რომ ყოველ დღე მატულობს თქვენი თავისუფალი იმპროვიზაციის უნარი, ორიგინალურად შეგიძლიათ საკითხები გადაწყვიტოთ, არასტანდარტულად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ინტერნეტთან კონტაქტი იქნება მეტად ნაყოფიერი მეგობრები, გვერდით გიდგანან და მაქსიმალურად გეხმარებიან. ამიტომ აქ შეგიძლიათ საინტერესო პროექტები განახორციელოთ, გენერირება გაქვთ საინტერესო იდეებისა და მატერიალიზაციის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ფინანსურად უმჯობესდება თქვენი მდგომარეობა და მით უმეტეს თქვენი ორიგინალური მეთოდოლოგიები ამართლებენ, როგორც ფინანსურად, ასევე კარიერული განვითარების კუთხითაც კი არის წარმატებული. პარტნიორული ურთიერთობა და თანამშრომლობა მეტად დაუპირე ელფერს იზრდება. ამიტომ შემოკარგებო, რაც შეიძლება მეტად აქტიურად იმოქმედეთ, იმიტომ რომ ყოველ დღე თქვენი ენერგია მატულობს და წარმატების შანსიც ამასთან ერთად.
რაც შეეხება თევზებს, ჯერ უნდა გამოიყენოთ ეს კვირა თევზებო, იმიტომ რომ შემდეგ კვირიდან დაგეწყებათ უფრო რთული პერიოდი. ნუ თევზები მოგესალმება წყლის სტიქიას განეკუთვნება და მზე, ახლა უკვე გადავიდა ცეცხლის სტიქიაში, მშვილოსანში და ცეცხლი და წყალი განსაკუთრებით პაექრობენ. ამიტომ შემდეგ კვირიდან წყლის ნიშნები, მათ შორის თევზები ამას უფრო მეტად შეეგზნობენ, მაგრამ ეს კვირა ჯერ კიდევ კარგია. ინტუიცია მზარდია, ამაზე დაყრდნობით, სწორად შევასაკეთებთ, არაერთ საკითხებს გადაწყვეტავთ, თუ მაგათ რაღაც სასამართლო პროცესები გქონდათ, კარგად გადაწყდება, აქაც პრობლემებსაც უფრო ადვილად მოაგვარებთ. პარტნიორული თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერ ელფერს მიიღებს და სხვა შორის რაც უფრო კარგი ურთიერთობები გექნებათ, თქვენ დიპლომატიიდან გამომდინარე ხასიათისა, იგივე კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, მათი თანადგომაც იქნება ძალიან დროული და ძალიან კარგი. ეს ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას, განვითარებას. შეიძლება აქ მაგალითად კვალიფიკაცია აიმაღლო და ამ ხრივაც პროფესიონალიზმის სულ სხვა მხრიდან აჩვენოთ, სხვა შორის აქ შეიძლება მატერიალურ მდგომარეობაც გაუმჯობესდეს და ეს მთლიანობაში ხელს შეუწყობს საინტერესო ახალი პროექტების სფეროში თქვენ ჩართვას და ახალი დივიდენდების მიღებას, ავტორიტეტის დასს. ამიტომ შემოგარგებო, რაც შეიძლება მეტად ეაქტიურეთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ეს შანსია იმისა, რომ კიდევ მეტად დაიბეოთ რაღაც ახალი საინტერესო და მოამაგროთ საკუთარი თავი მათ შორის ფინანსურად, რომ შემდეგი კვირიდან პერიოდი, რომელიც ცოტა უფრო რთული იქნება, და ეგ უკვე ამდენი შანსი შეიძლება არ გაჩნდეს, მეტად თხილად წინდახედულად გაიარო და უკვე გქონდეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი იმისა, რაზედაც დაყრდნობით უკვე სწორად იმოქმედეთ. აი ეს მოკლე ინფორმაცია ამ კი ბატონო, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ეს იყო შემოდგომის ბოლო კვირის პროგნოზი.